აფხაზეთის მთავრობა აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებში შეხვედრებს აგრძელებს. მორიგი შეხვედრა ქუთაისში გაიმართა, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე სამედიცინო ცენტრ დიომედის ქუთაისის ფილიალში მედიკოსებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პოლიკლინიკის მუშაობის სპეციფიკას პირადად გაეცნო და სამედიცინო პერსონალთან სერვისების განვითარების შესაძლებლობაზე ისაუბრა, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის ჯანდაცვის პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას უზრუნველყოფს. აფხაზეთის მთავრობის დაქვემდებარებაში არსებულ დევნილთა სამედიცინო პოლიკლინიკებში შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება. აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია დევნილთა პოლიკლინიკების მხარდაჭერა, მათი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. ვფერბოდით ქუთაისში დევნილთა პოლიკლინიკაში, სადაც შევხვდით მედიკოსებს, ადმინისტრაციულ პერსონალს, დავათვალიერეთ ინფრასტრუქტურული გარემო, გავეცანით არსებულ პრობლემებს და სამომავლოდ ვეცდებით, რომ ყველა გამოწვევა გადავჭრათ ღირსეულად. აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელი კარგად იცნობს ჩვენს პრობლემატიკას და გამოწვევებს, რომელიც დგას ჩვენი დაწესებულების წინაშე. ისაუბრა თანამშრომლებს, გაეცნო მათ პრობლემატიკას და იმედს ვიტოვებთ, რომ ის დაპირებები, რომელიც აფხაზეთის მთავრობას ჰქონდა და ჩვენი მოლოდინები გამართება.